إن الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهده الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له وأشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له وأشهد أن محمدا عبده ورسوله اللهم علمنا ما ينفعنا وانفعنا بما علمتنا وزدنا علما وأصلح لنا شأننا كله ولا تكلنا إلى أنفسنا طرفة عين السلام عليكم ورحمة الله Allahის წყალობით ძმებო, Allahის ნეიმათით, მისის წყალობით ვაგზავნებთ გაკვეთილს. დღეს ჩვენ ინშაალლა დავამთავრებთ ამ ჰადისის განმარტებას, დაგვჭა მიახლოებით 3-4 ფურცელი. და შეიხი იძახის في خاتم هذا الحديث العظيم الذي فيه عبرة لمن اعتبر ამ ჰადისის ბოლო ანუ მომენტებში ის არის დიდი გაკვეთილი იმ ხალხისთვის, ვინც ფიქრობს, ანუ ვინც შევიდა თავის გონებით ამ ჰადისში. فيها أن المالك الكافر الذي يدعو الناس إلى عبادته ის იმაზე ასევე საუბარი რომ ეთეთი ანუ ეს მეფე რომელიც იყო აძალებდა ხალხს რომ ხალხი ეთეყვანა ანუ გაეკეთებინა თაყვანისება მისთვის لما آمن الناس وقالوا და როცა ხალხმა ირწმუნა და თქვა آمنا بالله رب الغلام ჩვენ ვირწმუნეთ ალლაჰის ამ ბავშვის ღმერთის جاءه أهل الشر وأهل الحقد على الإيمان وأهله მოვიდა იმ მართველის ანუ მის გვერდზე ვის იყო მისი ანუ ახლო ხალხი ანუ ბოროტი ხალხი მოვიდა და იმანის მტრების ხალხი მოვიდა მაგასთან ის მართლთან და უთხრეს მაგას أيها الملك أي მეფეო إنه وقع ما كنت تحذر منه أي ხლა მოხდა ის რასაც შენ გეშინოდა რასაც შენ არ გინოდა ის მოხდა შესრულდა وهو الإيمان بالله და ეს რა არის რწმენა ალლაჰისა وكان يحذر ذلك და იმ მეფეს ეშინოდა რომ ხალხი იწმუნებს ალლაჰისა لأنه والعياذ بالله قد جعل نفسه إلها كما فعل فرعون იმიტომ რომ ეს მართველი როგორც შეიხმა თქვა რომ გახადა თავის თავი თაყვანისცემის ანუ მიზანი როგორც გააკეთა ეს ფირაუნი وكان مالكا طاغيا ظالما და იყო ეს მალიკი ეს მართველი ტაღუტი იყო და დიდი ظالمი იყო ბოროტი იყო فأمر بالأخدود على أفواه السكك فخدت და უბრძანა თავის ჯარს რომ ანუ ქალაქის ანუ ბოლო ნაწილებში ასე თქვათ ამოითხარათ დიდი ორმოები حفر عميق مثل السواقي على أفواه السكك ანუ ისეთი ორმოები როგორც ანუ გზელი მდინარეები على أطراف الأزقة والشوارع وقال لجنوده და უთხრა ამ მმართველმა თავის ჯარს من جاء ولم يرجع عن دينه فأقحموه فيها ვინც მოვიდა ანუ მორწმუნეებისგან ვინც იწმუნა ალლაჰისა და არ დაბრუნდა თავის რელიგიაზე ანუ არ მიატოვა თავისი რელიგია ჩააგდეთ ეს ადამიანი ანუ იმ ორბოში რასაც ცეცხლი لأنه أدرم فيها نيران იმიტომ რომ ის მართლმა იმ ორმოში რა გაკეთა აანთო დიდი ცეცხლი والعياذ بالله فكان الناس يأتون ولكنهم لا يرتدون عن دينهم وإيمانهم ხალხი მოდიოდა მორწმუნეები მოდიოდნენ მაგრამ თავის რწმენისგან ანუ არ გარბოდნენ ან მურტადები ახდებოდნენ უარს არ ამბობდნენ თავის რწმენაზე თავის იმანზე فيقيمونهم في النار და აგდებდნენ ამ ხალხს ცეცხლში فكل من لم يرجع عن دينه الحقيقي وهو الإيمان بالله قذفوه في النار და ყველა ხალხი ვინც არ დაბრუნდა ვინც არ დატოვა თავის რელიგია და ესა ჭეშმარიტი რელიგია ალლაჰის რელიგია და ასე შემდეგ ყველა ეს ხალხი ჩააგდეს ცეცხლში ولكنهم إذا قذفوهم في النار واحترقوا بها فإنهم ينتقلون من دار الغرور والبوار إلى دار النعيم والاستقرار მაგრამ როცა აგდებდნენ ამ ხალხს ცეცხლში ეს ხალხი გადადიოდა სიბოროტის ანუ დუნიისგან სიბოროტის ცხოვრებისგან გადადიოდნენ სად ანუ ნეიმათის ცხოვრებაში და სამუდამო ცხოვრებაში ანუ ჯანნატში لأن الملائكة تتوفاهم طيبين يقولون იმიტომ რომ ანგელოზები როცა იღებდნენ მაგათ სულებს მათ ეუნებოდნენ سلام عليكم ادخلوا الجنة بما كنتم تعملون მშვიდობა თქვენ შედით ჯანნატში იმის გამო ან იმის საქმეებით რასაც თქვენ აკეთებთ აქ მინდა პატარა მომენტი გაუსვა ამ თემას ნახეთ მე ანგელოზები რა თქვეს سلام عليكم პირველ რიგში ბევრი ძმა არის ის რომ შეიძლება ასევე სალამის მიცემა უბრალოდ ასსალამუ არამედ سلام عليكم ეგ შეიძლება მეორე უფრო მაგაზი მნიშვნელოვანი მომენტი რა არის ანგელოზები რა თქვეს بما كنتم تعملون იმ საქმეების გამო რასაც თქვენ აკეთებდით ჩვენ ხშირად მოგვაქვს მაგაზე ისტორია მაგრამ ეს არის ერთ-ერთი აიათი რომ მაგაზე ყურადღებას ამახვილებს რას რომ ადამიანის არის აუცილებელი საქმეების შესრულება არ არის ადამიანის საკმარისი რა მარტო რწმენა მარტო ალლაჰი მჯერა შომაული სასამჯერა და შე მაგაზია ეს არ არის საკმარისი ანგელოზები რა თქვეს შედით ჯანნატში იმ საქმეებით რომელსაც თქვენ ასრულებდით სად დუნიაში მაგითო ვაჯიბია ძმებო საქმეების გაკეთება შეიხი აგზელებს ولا اعظم من هذا الصبر მაგაზე დიდი საბრი არ არისო
أن يرى الإنسان النار تتأجج فيقتحم فيها خوفا على إيمانه. ადამიანი ხედავს თავისი სახის წინაშე დიდ ცეცხლს, რომ ანუ ძალიან უზარმაზარი ცეცხლიანთია. მაგრამ თავის იმანის გამო, რომ გადაარჩენოს თავისი იმანი, აგდებს თავის თავს იმ ცეცხლში. وصبرا عليه და საბრს აკეთებს, ანუ იმ ტკივილის, რომელსაც მოაქვს ცეცხლს. ან فجاءت امرأة ومعها صبي رضيع. მოვიდა ერთ-ერთი ქალი მოიყვანეს, რომელსაც ყავდა პატარა ბავშვი, რომელიც ან ჯერ ძუძუჭამდა, რძეზე იყო. فلما رأت النيران كأنها تقاعست أن تقتحم النار هي وطفلها. და როცა იმ ქალმა ნახა ეს ცეცხლი, შეეშინდა, ანუ თითქოს იკანკალა, შეეშინდა, რომ თავი ჩაეგდო ცეცხლში თავის ბავშვთან ერთად. فقال له الطفل. და ბავშვი, რომელიც არც ლაპარაკობდა, არც კბილები არ ქონდა ჯერ ამოსული, დაიწყო ლაპარაკი და თქვა: يا أمه, ey დედა ჩემო, ისბირი, მოითმინე. فإنك على الحق. ჭეშმარიტად შენ ხარ სწორ გზაზეო. يقوله وهو صغير لا يتكلم. ლაპარაკობდა ის ბავშვი პატარა, ანუ არ უნდა ილაპარაკოსო, მაგრამ ლაპარაკობს. لكن أنطقه الله الذي أنطق كل شيء. მაგრამ ალლაჰმა გაკეთე ისე, რომ დაიწყო ლაპარაკი და ალლაჰ შეუძლია ყველაფერი დაქნას, ნებისმიერ რაღაცა დაიწყებს ლაპარაკს. وهو كرامة لهذه الأمة. და ეს იყო ალლაჰისგან სასწაული ამ დედისთვის და ანუ ალლაჰისგან პატივისცემა ამ დედისთვის. أن الله أنطق ابنها من أجل أن تقوى على أن تقتحم النار وتبقى على إيمانها. იმისთვის რომ ის ქალი გამაგრდებოდა თავის რწმენაზე, ალლაჰმა ისეთი სასწაული მაგას აჩვენა, დაეხმარა იმ ქალს, რომ თავი ჩაეგდებინა რა ცეცხლში და ამით გადაარჩინა თავისი რწმენა. لأن تكلم هذا الصبي في المهد آية عظيمة. იმიტომ რომ ის ბავშვი რომ ლაპარაკობდა თავის ანუ აკვანში ხო სწორია? აკვანში იყო უზარმაზარი დიდი სასწაული. وقد شهد هذا الصبي بأن أمه على الحق. ის ბავშვი დაამოწმა, ანუ შაჰადათი თქვა. დაამოწმა რომ მისი დედა იყო რა ჰაყზე იყო. فصبرت واقتحمت النار. და მოითმინა დედამისმა და თავი ჩააგდო ცეცხლში. وهذا من آيات الله. და ეს არის ერთ-ერთი სასწაულებისგან, ალლაჰის სასწაულებისგან. وهو دليل على أن الله تعالى. და ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ალლაჰი რა, მე შეიხი მოიყვანა აიათი, وينجي الله الذين اتقوا بمفازتهم لا يمسهم السوء ولا هم يحزنون. ალლაჰი გადაარჩინა ეს ხალხიო, ანუ გადაარჩენს იმ ხალხს, ვისაც ეშინოდათ ალლაჰის, ანუ თაყვა. ვისაც ეშინოდათ ალლაჰის და მაგათ მისცემს რა წარმატებას ამ დუნიაში და ასევე ახირატში. მაგათ არ შეეხებათ რა სიბოროტე და არ შეეხებათ მაგათ რა, ანუ يحزنون, ანუ სინანული, ასე თქვა, სინანული მაგათ არ შეეხებათ. რომელ ხალხს მებო? ალლაჰი ეხმარება რომელ ხალხს, ვისაც ეშინიას ალლაჰის. და ასევე შეიხმა მოიყვანა მარიამის علیها السلام ისტორია. ومريم بنت عمران رضي الله عنها خرجت من أهلها. და მარიამი იმრანის ქალიშვილი, როცა გავიდა თავის ოჯახისგან, وذهبت مكانا قصيا, წავიდა შორ ადგილას, وهي حامل بابنها عيسى الذي خلقه الله تعالى بكلمته كن فكان. და ის წავიდა იმის გამო, რომ ანუ იყო ორსულად თავისი შვილით იესო علیه السلام, შვიდობა მას, იმ სიტყვით ალლაჰმა თქვა გაჩთი და გაჩნდა იესო, ანუ თავის სიტყვით ალლაჰმა შექმნა ისა علیه السلام, როგორც შექმნა ადამი. მე შეიხმა მოიყვანა აიათი. فأجاءها المخاض إلى جذع النخلة. და მოიყვანა მარიამი علیه السلام, ანუ ტკივილები, ორსულების ტკივილები, მოიყვანა მარიამი علیه السلام, ანუ პალმის დიდი, ანუ პალმამდე მოიყვანა. يعني الطلاق. فوضع تحت جذع النخلة. და იმშობიერა იმ პალმის ქვეშ. وجعله الله تحت نهرا يمشي. და ალლაჰმა ისე გაკეთა, რომ იმ პალმის ქვეშ შექმნა მარიამისთვის რა მდინარე. فقيل لها და უთხრა მარიამს عليه السلام وحزي إليك بجذع النخلة تساقط عليك رطبا نجيا. ანუ გამოაქანავე ის პალმა და შენზე ჩამოსმივარა, ანუ მწიფე ფინიკები. رطب يقع من فرع النخلة. შეიხი ძახის, რომ ეს ფინიკები, ანუ ჩამოვარდებოდა პალმიდან, جانيا لم يتأثر بسقوطه على الأرض. და როცა ჩამოვარდებოდა, ანუ ის ფინიკი არ გაფუჭდებოდა, რომ დავარდებოდა. რატომ ძმებო არის ესეთი ფინიკი? ახლა შეიხი მაგასაც ახსნის, წინასწარ ახლა ვიტყვი, რომ ესეთი ფინიკია, რომ ხელიდან დაუვარდეს ადამიანს, წყდება. ალლაჰმა ზიანდება ან წყდება.
და ალლაჰმა გაკეთა ისე რომ პალმინდა ჩამოვარდა ის ფინიკები და არ სკდებოდა. لأن من المعروف أن الرطب لو سقطت من يد الإنسان ولو كان واقفا فقد تمزقت. არის ცნობილიო, ანუ ხალხის შორის არის ცნობილი, რომ ფინიკი დავარდეს, ეგეთი ფინიკი დავარდეს ხელიდან, ეს ფინიკი ზიანდება და სკდება. لكن هذا الرطب لم تمزق, მაგრამ ეს ფინიკი არ იყო, ანუ არ გაფუჭდა დავალნისგან. مع أنها تسقط من فرع النخلة. მიუხედავად იმისა, რომ ვარდებოდა, ანუ დიდი სიმაღლიდან. ثم إن هذه المرأة امرأة ضعيفة ماخذة. მერე შეიხი ლაპარაკობს მარიამზე عليه السلام. ეხლა იმშობიარა ქალმა, არის სუსტი. لم تلد إلى الآن ومع ذلك تحز النخلة من جذعها فتحتز النخلة. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა იმშობიარა ქალი არის სუსტი, ალლაჰმა მისცა ისეთი ძალა, ეს პალმა გააქანავა ისე მაგრად, რომ ჩამოვარდა ის ფინიკები. فهذا أيضا من آيات الله. إسرائيل أسوي الله الساولي. لأن العادة أن النخلة لا تحزه من جذع إلا إذا حزها أحد قوي من فرعها. إمتى الشيخ إزخيسرم إسرائيل الساولي راتهم إمتى أريد سنوبيلي يوم أنه أدميان زانزين لي بالمز غاكانيوبا غاردا توي مومنتسا تو ويغاسيقو زلي أدميان ويشيزلبا شيزلو ماغيز غاكتبا. فقيل لها دا اللهم ماغاس أدخرا فكلي واشربي وقري عينا جاميو داليو და შენი თვალები ანუ გაახარეო. ثم أتت به قومها تحمله. მერე მარიამი عليه السلام მოვიდა იესოსთან ერთად ხელში, მოვიდა თავის ხალხთან, ანუ ვინები იყვნენ იუდაელები, ებრაელები. فصاحوا بها. და ყვირილი დაუწყო, ხალხმა დაუწყო მარიამზე ყვირილი. يا مريم لقد جئت شيئا فريا. اي مريم შენ ჩაიდინე ძალიან საშინელი რამეო. يعني شيئا عظيما لأنهم أيقنوا بأنها زنت. ანუ ისინი დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ მარიამი عليه السلام გააკეთა მრუშობა. كيف يأتيها ولد من دون الزوج. როგორ შეიძლება მაგას კონდეს ბავშვი, როცა ქმარი არ ყავდა. يا أخت هارون ما كان أبوك امرأ سوء وما كانت أمك بغية. اي هارونის დაო, მამა შენი არ იყო ბოროტი ადამიანი. არ შენი დედა არ იყო ბოროტი ადამიანი, ანუ არ იყო მრუში. وكذلك أمك ليست زانية. فمن أين جاءك هذا؟ سايدا مويداني سايدا غاكيتي اگيتي انو اگيتي موكمدبا. وهذا تعريض لها بالقذف. دايسي قورا يودايلبيس ابراهيلبيس ميس ميمارتي قورا انو ابرالبني მაგას რომ ჩაიდინა მრუშობა. ერთი თემა გამახსენდა ძმებო. დღესაც იზახიან იგივეს იუდაელები რომ იესო عليه السلام იყო ანუ ზინათი მრუშობით და ასე შემდეგ. შუმავლის ალლაჰ عليه السلام დროსაც როცა შუმავლის ალლაჰ عليه السلام გადავიდა მედინაში, მატყუარა შუმავალი რას იზავდა? ხანდახან შუმავ მუჰამედ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იძახიან რომ მატყუარა ადამიანი იყო. მაგას ხალხს აგროვებდა თავისთვის და ასე შემდეგ. როცა გადავიდა მედინაში, ებრაელები იესოზე ცუდ ლაპარაკობდნენ. მაგ დროსაც იძახიან ბევრ ცუდ რაღაცებს და ასე შემდეგ. შუმავ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ყოველთვის იცავდა იესოს عليه السلام ისას. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები მან მედინაში მაგათ ჰქონდათ ერთ-ერთი უძლიერესი ტომები და ძალიან დიდი პატივისცემა ჰქონდათ არაბებს, მუშრიკებსაც მაგათ მიმართ, იმიტომ რომ აჰლუ კიტაბებისგან იყვნენ. მატყუარა შუმავლას გაკეთებდა, აღიარებდა მაგათთან ერთად, იტყოდა ხო მართალი ხართ. ოնդრა ხალხი მიიყვანოს თავის მხარეს. მაგრამ მიუხედავად იმისა, თავის სიცოცხლე გაწირა და დაიცვა იესოს عليه السلام ნამუსი. და თქვა, რასაც თქვენ იძახით არ არის სიმართლე და მოიყვანა აიათები ყურანიდან და ასე შემდეგ. ალლაჰმა მოიყვანა მაგათ სიტყვების, რაც ისინი დააბრალეს მარიამი, რომ მრუშობა ჩაიდინა, فأشارت إليه. და მარიამი عليه السلام როცა ეს მაგას უთხრეს, ამ ნახეს მე წარმოიდგინეთ ქალის მდგომარეობა, ხო? წარმოიდგინეთ ქალის მდგომარეობა. მოხდა ეგეთი სასწაული იმ შობიგერმა ქალმა, ეხლა იცის რომ უნდა დაბრუნდეს თავის ხალხთან და მაგათ როგორც წესი ჰქონდათ, როცა მრუში ადამიანი აკეთებს რა ზინას, ქვებით მაგას ესროდნენ, როგორც ჩვენთან არის დასჯა ეგეთი ქვებით. და ეხლა მარიამი ხო უნდა დაუტკიცოს მაგათ, რომ ანუ მაგას არ ჩაუდენია მრუშობა. ეს არის სასწაული. რა გაკეთა მარიამ عليه السلام თავისი თითით აჩვენა ბავშვზე. პატარა ბავშვი, რომელიც იყო აკვანში იყო ჯერ, ვერც ლაპარაკობდა, თითით აჩვენა ბავშვზეო. და შეიხი იძახის. ის ალუ ანუ მარიამა თქვა, მაგას კითხეთო, ანუ ბავშვს კითხეთო, საიდან გამიჩნდაო ბავშვი, წარმოიდგინეთ მაგ ხალხის რეაქცია. და ისინი თქვეს, كيف نكلم من كان في المهد صبيا. როგორ შეიძლება ჩვენ დაველაპარაკოთ ბავშვს, რომელიც ჯერ ეხლა არის რა, ანუ აკვანშია. فظنوا انها تستخر بهم. მაგათ ეგონათ რომ მარიამი მაგათ დასცინის, ანუ მაგათ ეხუმრება დასცინის. فانطق الله هذا الصبي. და ალლაჰმა გაკეთა ის რომ იესოს მისცა თავისნები იმის საშუალებო ლაპარაკი დაიწყო. და პირველი სიტყვები იესოს ნახეთ მებო. قال اني عبد الله. თქვა ჭეშმარიტ მე ვარ ალლაჰის მურშიდი.
ეს არის პირველი სიტყვები იესოს ალეისალამ ისასი. მუფასირები როგორც იბნ კეთირი და სხვები რა თქვეს, რომ იესოს ალეისალამ ეთქვა სხვა სიტყვები რაღაც ეთქვა, ისინი ეგრევე დავარდებოდნენ, მაგას საჯდას გაუკეთებდნენ და თაყვანისცემას გაუკეთებდნენ. ალლაჰმა თავის სიბრძნით ისე გაკეთა სპეციალურად თქვა, რომ პირველი სიტყვები ინი აბდულლა, რომ აჩვენოს ხალხს, რომ ის არის უბრალოდ ადამიანის შუმავალი ალლაჰისგან. ინი აბდულლა, კალამულ ფასიჰ, ჯერ მეტყველი სიტყვები. ყალა ინი აბდულლაჰი ატანი ალ-კიტაბა ვა ჯაალანი ნაბiyya. მაგან თქვა ჭეშმარიტ მე ვარ ალლაჰის მორჩილი, ალლაჰის მონა, მე მომცა წიგნი და გამხადა მე შუამავლად. და მაგას როდის იძახეს მე პატარა ბავშვი იძახის ჯერ. წარმოიდგინე იმ ხალხის რეაქცია ახლა. وجعلني مباركا أينما كنت قام خدم دالوت سويلي صلاة سارونو بيقو وأوصاني بالصلاة والزكاة ما دمت حيا تميبزنا روم فيلوس ودا زكاة ميبسي سانا بارتوت خالي وبرا بوالدتي دورم قاقات داوي مرچلوچي انو پاتيوسي ددچيمس ولم يجعلني جبارا شقيا دا ارغم خدم ميوين انو تاوا مغلبولي دا وبدوري والسلام علي يوم ولدت شدوبا مي ام დღეს როცა მე დავიბადე ويوم اموت ام დღეს როცა მე მოვკვდები ويوم ابعث حيا და როცა წავსდგები ანუ ასასო დღეს ეს მებო ეს სასწაული იესოს ალეისალამ რომ ლაპარაკობდა თავის აკვანში ეს ბიბლიაში არ არის ეს არის მარტო ყურანში მოსული ეს არის ერთ-ერთი სასწაული რომელიც და ბევრი სასწაულებისგან რომელიც გაკეთა იესოს ალეისალამ რომელიც არის ნახსენები მხოლოდ ყურანში ეს არის იმ ხალხისთვის ვინც იძახის რა რომ ყურანი არის დაკოპირებული ბიბლიიდან და მაგაზე არის შეიძლება დიდი ძალიან დიდი გაკვეთილი ჩავწეროთ ეს არის ერთ-ერთი მაგალითი شيخ يزخيس 10 جمل تكلم بها هذا الصبي الذي في المهد بأبلغ ما يكون من الفصاحة ათი წინადადება რომელიც ილაპარაკა ეს პატარა ბავშვი ანუ უმაღლესი დონის ლაპარაკით ანუ ძალიან ჭერმეტყველი ლაპარაკით فانظر إلى قدرة الله عز وجل شهد الله الزلاس عز وجل حيث ينطق هؤلاء الصبيان بكلام من أفصح الكلام روسا إس أوري باوشي أنا تينا حديث رسمه ويدهم آيات بشي يسوع إس أوري باوشي دايس لباراكي ومغلسي دونيس لباراكيت بكلام يصدر من ذي عقل إيش لباراكو من تيتكوس أنا وكوي غازديلي آدمياني بيقولون أنا ძალიან კარგად ფიქრობდნენ كل ذلك دلالة على كمال قدرة الله ეს ყველაფერი რასაც მკიცებს რომ ალლას შეუძლია ყველაფერი وفيه أيضا إنقاذ لمريم رضي الله عنها من التهمة التي قد تلحقها بسبب هذا الحمل بدون زوج და ეს იყო ასევე გადარჩენა მარიამისთვის რომ ალლაჰმა გადაარჩინა და ანახა იმ ხალხს რომ ეს იყო მართლა სასწაული და არც ჩაუდენია მარიამს ალეისალამ მაგას მრუშობა وهكذا أيضا حاض طفل مع امرأة التي تقاعست أن تحتقم النار და ასევე ალლაჰმა დაეხმარა ანუ მის სასწაული იმ ხალხს რომ მისი ბავშვი სილაპარაკა რომ თავი ჩაიგდო ცეცხლში أكرمها الله بإنطاق هذا الطفل من أجل أن تحتقم النار وتبقى على إيمانها رم دارچس თავის რწმენაზე وفي هذه القصص وأمثالها دليل أن الله سبحانه وتعالى برحمته ينجي كل مؤمن في مفازته და ამაში ამ ისტორიაში ასევე რა არის რომ ალლაჰი ეხმარება ყველა ადამიანს რომელსაც ეშინია ალლაჰის ეხმარება მაგათ რა რომ გადაარჩინოს მაგათი იმანი მაგათი რწმენა და ასე შემდეგ وكل متق في مفازته და ყველა მორწმუნეთ ეხმარება მის გადარჩენაში يعني في موطن يكون فيه حلاكه شيخ იძახს იმ დროს როცა ადამიანის არის დაყუპვა ანუ გამოსავალი არ არის ალლაჰი მაგას ეხმარება ولكن الله تعالى ينقذه لما سبق له من التقوى რატომ شيخ იძახის რატომ გადაარჩინა ალლაჰმა ის ქალი რატომ დაეხმარა მაგას იმისგან რომ იმ ქალმა მაგამ დაკეთებდა რას ღვთისმოშიში იყო ალლაჰის ბრძანებებს ასრულებდა იწმუნა ალლაჰის და ასე შემდეგ გულწრფელად ირწმუნა وشاهد ذلك قوله صلى الله عليه وسلم და ასევე შუმაური صلى الله عليه وسلم სიტყვები რომელიც მაგაზეს ლაპარაკობს მაგან თქვა تعرف الى الله في الرخاء يعرفك في الشده ანუ გაიცანი ან აღიარე ან გაიხსენი ალლაჰი როცა ყველაფერი შენ ცხოვრებაში კარგად არის ალლაჰი შენ გაგიხსენებს იმ დროს როცა ყველაფერი შენ ცხოვრებაში არის რა ცუდად ან ძნელად და ეს ჰადისის მებო არის ძალიან ოქრო ჰადისი რატომ თორსები იმამ ნავოვი მოიყვანა ეს ჰადისის თავის 40 ჰადისებში ადამიანს ახსენდება ალლაჰი აზავაჯა როცა ის არის ცუდად უფრო როცა ის არის ცუდად მიდი თველი ცხოვრება კარგად მიდი ღმერთი საერთოდ არ ახსენდება კარგად მის საქმეები ღმერთი ლოცვა საერთოდ არ ახსენდება როგორც კი მის ცხოვრებაში რაღაცა გამოჩნდა რაღაცა პრობლემა ისეთი რომელიც ვერც ფულით ვერ აგვარებს ვერც ნათესავებით ვერც მეგობრებით ძმაკაცებით და ასე შემდეგ ეგრევე იწყებს რა დადის მეჩეთში ღმერთი ახსენდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს არის არასწორი მაგიტო ჩვენ თუ გვინდა ალლაჰი აზავაჯა დაგვეხმაროთ ჩვენ პრობლემებში უცბად და სწრაფად
რა უნდა გავაკეთოთ? პირველ რიგში უნდა გაგვიხსენდეს ალლაჰი აზზა ვა ჯალ, როცა ყველაფერი ჩვენ გვაქვს კარგად, როცა ვარ ჯამთელნი, ფინანსურად სტაბილურად და ასე შემდეგ, ყველაფერი კარგად არის ჩვენ ცხოვრებაში, მაგ დროს უნდა გავაკეთოთ რა? შუქრი. ასევე რა უნდა გავაკეთოთ? ყველაფერი რაც ალლაჰმა ჩვენ მოგცა, გამოვიყენოთ ისე, რომ ალლაჰი იყო დარჩე ჩვენი მაღოფილი. და თუ მაგას გავაკეთეთ, ალლაჰი აზზა ვა ჯალ დაგვეხმარება რა დროს, როცა ჩვენ გვაქვს ყველაფერი ძნელად. ასევე გაგვახსენდეს ის ჰადისი, ცნობილი ჰადისი იმამ ნავავიმ, რომელიც მოიყვანა ადამიანზე, რომელიც მოვიდა საფარიდან და თქვა: "ია რაბ, ღმერთო ჩემო." შუმამა სალლაჰ ალეიჰი ვასალამ თქვა, რომ დაღლილი ადამიანი იყო, თვები აჩეჩილი ჰქონდა, ანუ ყველაფერი იმის ნიშნები მაგას ჰქონდა, რომ ღმერთი მაგას უპასუხოს. საბაბები გააკეთა, ხო? ასევე საფარში იყო, საფარიდან დაბრუნდა. საბაბები არის, რომ ღმერთი მაგას უპასუხოს. მაგრამ შუმამა სალლაჰ რა თქვა? მისი საჭმელი ჩაცმა ყველაფერი არის ჰარამი. რაზეც ანუ არ აინტერესებდა მაგას ჰალალი ჰარამი რა არის, მაგას არ აინტერესებდა. და შუმამა სალლაჰ ალეიჰი ვასალამ რა თქვა? ფაანა იუსტაჯაბულა. მაგას როგორ ექნება პასუხი? ანუ როგორ ეგეთ ადამიანი წარმოიდი არის სიზუსტეშია და ასე შემდეგ დუას აკეთებს, მეც მაგას არ პასუხობს. რატომ? იმიტომ რომ ეგეთ ადამიანს არ აინტერესებდა ალლაჰი, როცა ყველაფერი მის ცხოვრებაში კარგად იყო და როცა ცუდად გახდა, მერე დაინტერესდა. ერთ ნათესავი გამასწრა, ეს ისტორია მომიყვა. ადრე ძალიან კაი ხნის წინ, როცა კომუნიზმი დამთავრდა და ასე შემდეგ. რაღაცა მიწისძვრა იყო საქართველოს, ძალიან დიდი რაღაც სტიქიური რაღაცა კატაკლიზმი იყო და ხალხი რომელიც ცხოვრებაში არ დაინახავდი, რომ საერთოდ შუქრო ალლაჰ იტყოდა, ყველა შეგროვდა მეჩეთში. მეჩეთი გაივსო. ხალხი ანუ ისეთი ხალხი გამოჩნდა მეჩეთში, ცხოვრებაში ვარ გინახი. ყველა წავიდა ვინ, სადაც მეჩეთში. რატომ? იმიტომ ეს არის ფიტრა ჩადებული. ადამიანს უნდა ღმერთთან მისვლა, მაგრამ ჩვენი თავი უნდა გამოვასწოროთ ძმებო. ალლაჰი უნდა გავახსენდეს იმ დროს, როცა ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს. اللهم بارك موسيد سبحانك وبحمدك اشهد ان لا اله الا انت استغفرك واتوب اليك. შეკითხვები გვაქვს? ია. ბავშვი ლაპარაკა. კიდე არის ხო? სამი ლაპარაკა. ამ ჰადისში არ მას სხვა ჰადისში არის ხო? ხო. სამი თუ ანუ არ ვიცი რამდენი, მაგრამ კიდე არის ხო? ჯურეიჯი. აი წინაშე შაქრო მოგვა ერთი ხო? ერთი არის ის ფირაუნის ის რომ სამსახურე. ხო. ერთი იყო ის ალეისალამი. ხო. ერთი იყო ის მეცხოველი დააბრა. ხო, ჯურეიჯი. ხო და ერთი კიდე ის შენო მოიყვანა. ეს ხადის. და მეხუთეც არის, მაგრამ მეხუთეზე მოგოჩვის უკვე ის უკვე ჩვილი აქვს თოთო იყო. ის სკენზე ამაღლებული მიდოდა. და მე ეს ბავშვი მე დამემსგავსოს. და დაალექოს და მერტმა დამიფაროს. ამ გაკვეთილ ჩვენ ვილაპარაკეთ. დიდი ჰადისი იყო, ხო? 4 გაკვეთილი ქონდა ამ ჰადისის გამართება. ეხლა გითხარით. რაზე იყო ეს ჰადისი? რა ებრათი გამოიტანეთ ამ ჰადისიდან? რა ფაიდა ნახეთ თქვენთვის ამ ჰადისიდან? ჰა? თავაკული. როგორ ამიხსენი რატომ? ბავშვის თავაკული ღმერთისგან. და ვიცოდი რომ სოკოდარამე ალლაჰთან არის რა. მოგლის ის კრაზე რომ უთხარს რომ ხო. ამის სახელი უთხარით და ისე მოგვე. ხო. ის თავაკულია რა. ხო, ბავშვი მიანდო თავის თავი და ხალხის ბედი ალლაჰზე. ძალიან კაი ზაკლახარ. ალლაჰ ბარაკა მოგწ. კიდე ძმებო. ალლაჰს დახმარება. ალლაჰის დახმარება. გაუჭირდა იმ ქალს, ხო. ღმერთმა დაეხმარა, შეეცოდა მაგ სიკეთების გამო და ბავშვი ალლაჰ ბარაკა. ძალიან კაი. ანუ კარგი საქმეების გამო, იმ ქალის წმენის გამო ალლაჰმა გადაარჩინა ეს ქალი, მისი წმენა გადაარჩინა. იმიტომ შეიძლება თუ ის ქალი არ ჩავარდებოდა ცეცხლში, დაბრუნდებოდა იმ მეფესთან, შეიძლება ანუ მე იმანზე მურთადი გახდებოდა. მართალი ზაკლახაა. კიდე ძმებო. იმის ინტუიცებულა რომ ალლაჰი ყოველთვის შემძლია. ხო, ალლაჰი ყოველთვის შემძლია, რატომ? ბავშვი ალლაჰ ბარაკა. ამდენი ბავშვი, როგორც ისა ალეისალამ და სხვა ბავშვი ალაპარაკა, ხო ახლა. და ვისწავლა რომ ანუ ყოველთვის ყოველ დროს შეგვიძლია ანუ ალლაჰთან რომ მიახლოვდეს. მაგრამ საერთოდ გვჭირდება და როცა გაგვიჭირდება, მაგ დროს არ უნდა მიახლოვდეს. მართალი ზაკლახა, როგორც ბოლო მომენტში ჰადისი რომის ბახსენი, ძალიან კაი. კიდე ის რო ჭკვიანი უნდა იყოს მუსლიმანი, როცა თავი გაწირა, თელსა მოსახლეობა. მართალია, ძალიან კაი მომენტი. ღმერთი იყო ერთადერთი ალლაჰი. ძალიან კაი. იმ ბავშვი შეიძლება წასულიყო, იმის მერე რომ ნახა მეფე მისი მოკლა უნდოდა, მაგრამ გადარჩა დაბრუნდა მეფესთან. რატო ჭკვიანი იყო, იცოდა რომ სად მიდიოდა ეს საქმე. ანუ ხალხისთვის კაი დაავადი გააკეთა, აჩვენა რომ მეფეს ძალა არ აქვს, ალლაჰს აქვს ძალა. ძალიან კაი. მოგება და წარგება სიკვდილით, ამ თუნდაც არა. რა თქმა უნდა. მართალია, აი მოგე რა თქვა, ანუ თუ ნახოთ იმ ქალმა ჩავარდა სად ცეცხლში, ხო?
მაგრამ შეიხმა რა თქვა, ასე ჰადისები და რა გამომდინარე რომ იმ ქალისთვის იყო რა გადარჩენა იყო. ასევე როცა მოვა დაჯალი, ლანათულlah, როცა მოვა დაჯალი, ვინც მიყვება მაგას, ამ დუნიაში სიკეთე იქნება, მაგრამ ახირატში პირიქით იქნება. ვინც მაგის წინააღმდეგ წავა, როგორც არის ჰადისში მოსული, შუმა სალბა ალეიქი ვასალამ თქვა, მაგას იქნება მდინარე და ცეცხლი. ვინც ჩააგდეს თავის თავს ცეცხლში გადარჩება, ვინ მდინარში დაიღუპება. ზაკლა ხაირ. გიდეზმებო. ბევრი ფაიდა ამ ჰადისში. ბატონო ალლაჰთან ვინ ეშინია ალლაჰმა მაგას აზრს და გამოსავალს ეხმარება რა თქმა უნდა ხო იმედო შეიხმა თქვა ასე შუმამოსალსთან თქვა რომ ალლაჰმა თქვა აიათში რომ ალლაჰ ეხმარება მოგებით ამ დუნიაში და ახირათ იმ ხალხს ვისაც ეშინია ალლაჰის აქ ბევრი ზმა არ იყო გაგვიცი ხედავ სახეებს არ იყო მაგრამ ვინც იყო თქვი ძმება ამით კიდე კაია თქვენ აქტიურობას კაი აცოცხლებს ჯამაას აცოცხლებს აი ცოდნის მიღებას უფრო აცოცხლებს ძალიან კაია რომს ნუ გიგონოთ ანუ ნუ გწვენია ძმებო რომს რაღაცა თქვათ რაღაცა თქვით პრობლემა არ არის იცი რა გამახსენდა ეს კაისი გაკვეთეს ეხება არ მას ჯერ გაკვეთეს ეს მე ჯერ გაკვეთე ხო მარიამ ალეისალამს იმედი ჰქონდა ალლაჰს რომ ალლაჰმა დაეხმარებოდა ხო არ გაიცირებოდა ხო რო წავიდა იოდამი ხო ალლაჰმა დაეხმარებოდა კი მარიამ ალეისალამ ალდაკა იმედი ალლაჰმა გადაარჩინა მარიამ ალეისალამ რისგან გადაარჩინა რომ ხალხი არ ჩაეკოლა ქვებით იმ მაგალთან ეგეთი წესი იყო თუ მარიამ ალეისალამ ვერ დამტკიცებდა რომ ის იყო სასწაული მშობიერობა შეიძლება მაგარ ჩაკოლავდნენ ქვებით მაგრამ ალლაჰმა გადაარჩინა მარიამ ალეისალამ და დღევანდელ დღემდეც ჩვენ როცა ვიძახით მარიამ ალეისალამ სახელს ვიძახით ალეიჰასალამ მშვიდობამას და მარიამ ალეისალამ იქნება სამოთხეში ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ქალებისგან ეს არის ისლამის წმენიდან ხო ერთი რა მაგალითად ადამიანი ვინც უნდა იყოს ისეთი ნიათი რომ ყველა ისლამში მოვიდეს და როგორც ისლამში თავის სიცოცხლე გაწერა რომ ხალხი ისლამში მოვიდეს მართალი ხო ზაკლა ხარ ეს არის თუ შენ გონია რომ ისლამი არის ოქრო შენთვის და ისეთი ოქრო რომელსაც დაარიგებ არ ამთავრდება პირიქით შენ გემატება აჯირი მადლი უნდა გაანაწილო სხვებისთვისაც როგორც იმ ბიჭმა თავის თავზე მარტო არ იფიქრა დაბრუნდა მეფესთან და რაქა მაგის საბაბით მიიღო ამდენი ხალხი ისლამი მიიღო ის არ უნდა გეშინოდეს რომ ჩემი რისკი როგორ იქნება მაგალითად მარიამ ალეისალამ ფინიკი რო ჩამოვიდა უნდა ენდო ღმერთს და შენი რისკი მოვა შენთან არის ზაკლა ხარ ანუ ალლაჰმა ალეისალამ ალლაჰმა აზზავაჯალმა დაეხმარა მარიამს როცა საჭმელი მის გვერდზე არ იყო არც წყალი ალლაჰმა გაკეთე ისე სასწაული გაკეთე რომ დინარეს მისცა საიდან სვავდა წყალს და ასევე ფინიკები და ფინიკის ისეთი საჭმელია ადამიანს შეუძლია რამოდენიმე თვეები იცხოვროს მარტო ფინიკებზე ალლაჰმა მისცა ისეთი სასწაული პატივისცემა მისცა მარიამს ალეისალამ მაგრამ რატომ მისცა ალლაჰმა მარიამს ალეისალამ ამხელა პატივისცემა მარიამი არ იყო შრომოვალი ანუ ალლაჰმა არ გამოგზავნა მაგას წიგნი მისი ნამუსი ისე იყო ისეთი სასწაული ქალი თავის ნამუსი ისე იცავდა და ზრუნავდა მაგაზე ალლაჰმა აამაღლა ეს ქალი ამ ხელაზე ეს არის მაგალითი ყველა მუსლიმი ქალისთვის და მუსლიმი ქალი ბევრი არის ის ხა ჩვენ ვის თქმა უნდა ბევრი არის რომ მუსლიმი ქალი ასევე იღებს თავის მაგალითს საიდან მარიამისგან ესაა და ყველა მორწმუნე ქალები არის მოსული ისტორიაში ისლამის ისტორიაში რომ რა იყვნენ რა ნამუსიანი ქალები თავის ნამუსს იცავდნენ კაცებთან არ გულაობდნენ იქ და კი ლაილას არ აკეთებდნენ მაგითო ყველა მუსლიმი ქალისთვის მაგალითი არა მარტო ხადიჯასი არის აიშაში რადიალლაჰუ ანჰუნა ასევე არის მარიამში ალეისალამ ხო და ერთსაც ვეთქვი და ანუ კეთის საქმეზე რო გავალთ ზოგადად და უნდა ვენდოთ ეგ აკვეთილი ანუ საიდან ვიღებ რომ უნდა ვენდოთ კეთის საქმეზე რო გავდივართ მარტო ალლაჰს არა მეგობრებს მაგაცებს და რაღაცას იმიტომ რომ ის ბიჭიც ის შახი ეგრეგეთ პრეზიდენტი როცა უგზავნიდა ჯარებთან ის ძალიან დარწმუნებულად და თამამად მიდიოდა იმიტომ რომ იცოდა რა ღმერთი მაგას დაიცავდა ხო მართალი ხარ ანუ კონკრეტულად უნდა ვენდოთ გზაზე რო გავალთ ალლაჰსთან ხო ასევე იმის მომენტი როცა იმ ბიჭმა გაკეთა დუა რა დუა გაკეთა როცა ჯარი უნდა მოეკლათ რა დუა გაკეთა ვის ახსოვს როგორც გინდა ისინი მომაშორეო ალლაჰუმმა კფინიჰი ბიმა ში'თ ანუ თავისთავად მიანდო ალლაჰს და ძალიან თავისუფლად მიდიოდა რომ საკლა ხარ შეკითხვა ჰქონდათ ხო ძალიან უცხარი თამო რატო ამალა მარიამი და არა მარტო ქალებს იქ კაცებიც ხო იყო მაგეთ რო იბრათი რო აიღოს მაგ ქალისგან რომ ესეთ რამე მოვიდა რომ ხო მაგათთვის სასწაული იყო ნიშანი იყო ეს არის სასწაული რომ მიირწმუნოს საკლა ხარ ალლაჰმა ჩადოს ჩვენ გულებში სიყვარული ცოდნის მიმართ
Allahu barak.